ირაკლი, შიდა პოლიტიკურ პროცესებს რა თქმა უნდა დაუბრუნდებით, მაგრამ ყველაფერი ამ ქვეყანაში უნდა იწყებოდეს და უნდა მთავრდებოდეს ადამიანის პრობლემების მოგვარებით და არა მათთვის პრობლემების შექმნით. ჩვენ გადაცემის დასაწყისში ახლა უსმინეთ ბატონ პაატა სამარგულიანს, რომლის სახელი და გვარი შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი არ ყოფილიყო, მაგრამ ის რაც მან თქვა, პათოსით, შინაარსით ძალიან ბევრი ქართველის და საქართველოში მცხოვრები ადამიანის დამოკიდებულება, პოზიცია, უკმაყოფილება, ყელში ამოსვლა, ყველაფერი ერთად გამოხატა და მინდა რომ ეს მომხდარი ფაქტით შევაფასოთ. მოგესალმებით. პაატა სამარგულიანის სახელი და გვარი ჩემთვის ძალიან კარგად ცნობილია. ბატონი პაატა არის პატრიოტი ადამიანი, ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. ლელოს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი 2019 წლიდან და სულად არ არის გასაკვირი ის, რომ ჩვენი წევრები, რომლებიც არიან მხარდამჭერები, ოფიციალურად წევრები, გულშემატკივრები, ამომრჩევლები, ვერ ჩაულიან ისეთ უსამართლობას გვერდით, რაზეც ბატონი პაატა საუბრობდა, სრული მხარდაჭერა მას იმ წინააღმდეგობაში, რაც მას ელოდება აუცილებლად და ამ კუთხით ჩვენ რა თქმა უნდა მის გვერდით ვიქნებით. ჩანდა როგორი პოზიტიური და როგორ განათლებული ადამიანია, საუბარზეც ეს ყველაფერი იგრძნობა. კეთილშობილი ადამიანია, რომელსაც დახმარება გადაწყვიტა, მათ შორის გამოსარჩლება პატარა და ახალგაზრდა მოქალაქის, რომელიც რაღაცა უცებ გაიტაცეს და ეს გატაცებები მრავლად ნახეთ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი 4 წევრი, პოლიტიკური პარტიის წევრი, გამორჩეულად აქტიურები, მათ შორის გენერალ-მდივნის მოადგილე, კომუნიკაციების დირექტორი, სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორი, ახალგაზრდულის ორი ლიდერი გაგვტაცეს ხელიდან ეს რაღაც გამოგონილი შემოწმების მიზნით, რომელსაც აქვს ერთადერთი მიმართულება, რომ რეპრესია მოახდინოს ოპოზიციური სპიკერების, ლიდერების ზოგადად რომ საზოგადოებაში დაითესოს შიში. ხო, მაგრამ ეს შიში გადალახულია. მაგრამ აი ფაქტია, დღეს რაც ვნახეთ, ამის გამოხატულება იყო ეგ მარტო პაატა არ იყო მთავარი მოქმედი პირი, თუმცა მის გარშემო მოტრიალებდა მისი პოზიციის შედეგი იყო და ეს რა თქმა უნდა განსაკუთრებულ დაფასებას და შეფასებას მოითხოვს, მაგრამ იქ უამრავი ადამიანი დატრიალდა უცბად ახალგაზრდაც, ხანდაზმულიც, რომელმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მასაც გვერდში დადგომოდნენ, დახმარებოდნენ და შემდეგ მას შემდეგ რაც თავად პატრული დაცხრა ცოტა, თუმცა საიდან მოდის ეს ამხელა აგრესია და საიდან მოდის ასეთი კატეგორია ეს აგრესია გამოხატულ მოდის იქიდან რაც ინერგება ამ ქვეყანაში პირველი პირების მხრიდან ეს აგრესიული რიტორიკა, მუდმივად მტრისძიება, მუდმივად შეტევა ადამიანებზე, ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ხორციელდება, ამის გაგრძელებაა მერე ის რაც ინსტიტუტებზეც გადადეს. ცხადია გიორგი, რომ ხელისუფლებას საკუთარი სახე უკვე ნაჩვენები აქვს, ისინი აიძულებენ, ახალისებენ დანაშაულებრივი აგრესიული პოლიტიკის წარმოებას ძალოვან უწყებებს და შემდეგ თავადვე სჯიან. თავადვე ჯერ ღირსების მედლებს კიდებენ და შემდეგ უშვებენ პოლიტიკურ სანაგვეზე, საერთოდ აღარაფერი აღარ რჩება მათი მხრიდან. ცარიელ ადგილს ტოვებენ. ესე მოხდა ხარებასთან მიმართებაში, ესე მოხდა იმ პოლიციის ჩინოვნიკებთან მიმართებაში, რომელსაც ჯერ დავალებები შეასრულებინეს, შემდეგ ამ დავალებების დანაშაულებრივი დავალებების გამო, ადამიანების დევნის, დასახიჩრების, უკანონო დაპატიმრების გამო მათ მიიღეს სამართლიანი სანქციები, ანუ კონკრეტული პასუხი ჩვენი პარტნიორებს ხდება, შემდეგ ეს ადამიანები მოიშორეს. ესე იქნება და კარგია რომ უბრალოდ დაფიქრდნენ ეს პოლიციელებიც, რომლებიც ამის კეთება უწევთ, ან უხარიათ, ან არ უხარიათ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ თავადაც ამ ტალღის და რაღაცა ჩარეცხვის მე დარწმუნებული ვარ, მათ უმეტესობა საერთოდ არ სიამოვნებს მათ შორის შარძე სირბილი, ამ სწორს პირდაპირ მნიშვნელობით და მეორეს მხრივ კიდე ზუსტად აი ამ აგრესიის სახეებად ჩამოყალიბება, ხო? მათაც მშობლები ყავთ, ბებიები ყავთ, ბაბუები და არ ამგონია რომ მათ ასწავლდნენ უფროსებთან ასეთ მოპყრობას, მით უმეტეს ასეთ სრულიად არა დაუძაბავ და უპრობლემო სიტუაციაში როგორც ხდება, მაგრამ ამ ადამიანების გათავისუფლებაც რო არის საჭირო, კეთილსინდისიერი პოლიციელის იქნება ეს თუ კეთილსინდისიერი თუნდაც მოსამართლის თუ კი და არის რამდენიმე შემორჩენილი და საჯარო მოხელის. ხო, ამაზე მიანიშნებს მათ შორის ახლა მე 17 ქვეყნის წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლებს ერთობლივი განცხადება სრულიად უპრეცედენტოა. აი მე არ მახსენდება რომელიმე ქვეყანასთან მიმართებაში თუ არ ჩავთვლით რუსეთს უკრაინის ომის გამო. ან იყო გარკვეული შემთხვევა
შემთხვევები, როდესაც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით ისე ძალიან სეგმენტურად გარკვეული ჯგუფი მცირე რაოდენობა ასეთი ერთობა სოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ვისთან საქართველოსთან მიმართებას ჩვენ ვიცით რომ ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ხდომა იქნება და მეორე საკითხად არის მონიშნული საქართველოს მთელი თავისი პრობლემებით რომელსაც წინ რეზოლუციაც უძღოდა რა მოლოდინები გაქვს ამ მხრივ შეიძლება ოცნებას თუნდაც ამ ყველაფრის და შიშის გამო გაუჩნდეს რამე ნორმალური რეაქცია ჩვენ არ თუ მოლოდინები არამედ მუშაობთ იმისთვის რომ სანქციები კიდევ უფრო მძიმე გახდეს ივანიშვილის თავზე როგორც წისქვილის თქვა ისე ტრიალებდეს ივანიშვილის თავზე ამისთვის ჩვენ საგარეო ვიზიტები გვაქვს მიმდინარეც უახლოეს დღეებში ემატება ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირი ლონდონში ვიზიტი ჩვენი პოლიტიკური ლიდერების საგარეო ველზე მომუშავე პოლიტიკოსები სადაც იქნება ძალიან მარტივი და გასაგები მიზეზი ჩვენი აქტივობის რომ სანქციები სწრაფად ეფექტურად მიზნობრივად პერსონალურად ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე იმისთვის რომ მათ არ ქონდეთ იმის შესაძლებლობა ეს ბოროტება რასაც ჩადიან დააფინანსონ არალეგალური მოპარული შავი ფულით კორუფციიდან ამოღებული რესურსებით და ის ხოცვა-ჟლეტა რაც მოწყობილი აქვს დღეს ივანიშვილს მათ შორის საკუთარი პარტიის შიგნით სწორედ ამას მიესადაგება რომ მათი მთავარი მიზანია დღეს ის კორუფციით მოპარული ფული რომელიც გადანაწილებულია პოლიტიკურ ლიდერებს თუ რაღაცა იქ ბიზნეს პარტნიორებს შორის ეს ფული ამოიღონ და ხო ყველა ვიცით რა ხდება საერთოდ რას თხოვენ კალაძეს რას თხოვენ რიჟვაძეს რას თხოვენ ფარცხალაძეს და ასე შემდეგ თხოვენ ასეულობით $1,000,000 და ეს ასეულობით $1,000,000 იმ ადამიანებს რომელსაც ჰქონდათ 7,000 ლარიანი ან მაქსიმუმ 5,000 ლარიანი ხელფასები ცხადია საიდან არის მოსული ძალიან ყოველთვის ნათლად გვესმის არის ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული რომელიც დააკლდა სკოლებს ჯანდაცვას ბავშვების მკურნალობას პენსიებს მუნიციპალურ საკითხებს ყველაფერს ამ პროცესში ხო ერთადერთი გამოსავალი არის ის რომ ეს გზა გადაუკეტოთ და ერთხელ და სამუდამოდ როცა ხელისუფლება შეიცვლება არანაირი გარიგება წარსულ ხელისუფლებასთან არ უნდა მოხდეს ერთხელ და სამუდამოდ რეალურად უნდა დაისაჯოს ის ადამიანები რომლებმაც გაძარცვეს საქართველოს მოქალაქეები და არ მისცეს შესაძლებლობა ამ ქვეყანას სწრაფი განვითარების აი ბატონი სამარგულიანიც ამბობდა რომ ჩატარდესოდა ერთხელ და ნორმალური არჩევნებიო რო არ ტარდება არის ეს პრობლემა და ამ ქართულების პირობებში არ ჩატარდება და ამის ქართული არჩევნები გვაქვს რა თქმა უნდა ანუ თქვენ არ გაქვთ მინიმალური მოლოდინიც კი რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდება მაგრამ თქვენ არჩევნებში მონაწილეობას ეძახით ბრძოლაში შესვლას ასე ვთქვათ ეს არ არის ტრადიციული სად შეიძლება რა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ოპოზიციურ ფლანგზე სხვა პოლიტიკური პარტიების მიდგომა თქვენს პოზიციას და სად შეიძლება იკვეთებოდეს. იმიტომ რომ მე მგონი რაღაცა ეტაპმა გაიარა, როდესაც უკვე ყველა მიხვდა რომ ერთმანეთის პოზიციების ცვლილება ამ ეტაპზე თუ რაღაც ახალი მნიშვნელოვანი ცვლადები არ მოხდა, რაც მე სრულად არ მიმაჩნია რომ არ გამორიცხული იყოს, ამ ეტაპზე პოზიციები გამოიკვეთა. თქვენ ასევე გახარია საქართველოსთვის აპირებთ მონაწილეობას იმ პროცესში, რასაც ქვია თვითმმართველობის არჩევნები კონსტიტუციურად, სხვები აპირებენ, ისინიც ამბობენ, რომ ჩვენ უკვე ბოიკოტზე კი არ ვმუშაობთ, არამედ ასე ვთქვათ, არათანამშრომლობის პოლიტიკა, რო აქტიურად გახორციელდეს. აი რა ეტაპზეა ეს პროცესი, მათ შორის გვაინტერესებს თქვენი პარტიის სხვა ლიდერი დამფუძნებლების, ასე დავარქვათ, ბატონი მამუკას, ბატონი ბადრის წერილი გამოქვეყნდა და ის მხარს უჭერს მონაწილეობას თავისი ინტერპრეტაციით სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებითაც რაშიც ბევრი არ დაეთანხმა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის პოლიტიკოსების უფლება საკუთარი აზრი შეთავაზონ საზოგადოებას. რა ეტაპზეა ეს პროცესი იმის გათვალისწინებით, რომ არავის სიამოვნებს საბოლოო ჯამში არც ბატონ პაატას სიამოვნება ერთმანეთთან ასეთი დაპირისპირებები, როცა ქვეყანაში ამხელა პრობლემებია მოსაგვარებელი. ხო, პირველ რიგში ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის ველზე შესვლას და წინააღმდეგობის გაწევას ბიზნა ივანიშვილისთვის. ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში ყველა სფეროში იქნება ეს მედია, იქნება ეს პროტესტი, იქნება ეს საარჩევნო გარემოთვალ შემო ყველაფერი არ კატასტროფულად გაუარესებული. ადამიანის უფლებებით დაწყებული. მედიას რომ შეგიზღუდეს, აი თქვენ ბატონო გიორგი და თქვენს ტელევიზიას შეგიზღუდეს, გაჯარიმებენ, ძალიან ძიმე მდგომარეობაში, ეკონომიკურ, ფინანსურ მდგომარეობაში აგდებენ ტელევიზიას როგორც სტრუქტურას და ორგანიზმს, ჟურნალისტებს ქუჩაში სცემენ, უსწორდებიან. გაეშვით ტელევიზიაში მუშაობას? ან გაშუქებას, ან პრობლემების გადაცემას? ხედავ რომ არა.
ფაქტად ვხედავ. აქციები, ქუჩაში დგომა, ჯარიმები, დაკავებები, სასამართლო პროცესები ვინმე ამის გამო რომ გაუარესდა საპროტესტო გარემო, ვინმე გაეშვა ბრძოლას ქუჩაში? არა. კი, გაუარესდა რა თქმა უნდა ძალიან მძიმედ საარჩევნო გარემოც, მაგრამ ყველა ბრძოლის ველი, მათ შორის ბრძოლის ველი ამ კონსტიტუციური ჩარჩოს გათვალისწინებით ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც არ არის ტრადიციული არჩევნები, კი აქაც საბრძოლოა. მიუხედავად იმისა, რომ გაუარესდა ვითარება, იმიტომ რომ ივანიშვილი უნდა დავაზიანოთ ჩვენ ყველა ველზე. საერთოდ ყველა ველზე. სასამართლოში უნდა შევარცხინოთ და რამდენად გაძლიერდება, კი არ გაძლიერდება, მაგრამ დროებით მაინც მოიმყარეს პოზიციებს. აქ ამას ეყრდნობა ვიდაუც და ვიკამათოთ ამ მიმართულებით და ვთქვათ. ორი კითხვა დავსვათ ამ ხრევ. პირველი ეს უკავშირდება არსებული კლიმატის ნორმალიზაციის მცდელობას, იმ მხრივ რომ ვიღაცა ივანიშვილის თამაშის წესებით შედის რაღაცა მოედანზე, ამ მიმართულებით თქვენ ოპონენტების პოზიციები გააძლიერა ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერმა, სადაც სერიოზული სკეპტიციზმი არის გამოთქმული ამ პირობებში თვითმმართველობის არჩევნების შეტარებასთან. ბატონო? რომაც ციტიროთ თუ შეიძლება, რა წერია ძალიან საინტერესო წერია და მე მგონია რომ წინასწარ გამზადებული, მაგრამ ვიპოვე ხალხ დავციტე. სანამ მე გიპასუხებთ და თუ არის შესაძლებელი, თან შემომაშველოთ ეს ჩვენ საუბრის განმავლობაში შემოგაშველებთ ამას, მაგრამ ამის პარალელურად მეორე და მნიშვნელოვანი რამ, რაც არის კავშირში, როდესაც სერიოზულ ზიანზე და რაღაც გამარჯვების შანსებზე საუბრობდით, რის გამოც მონაწილეობას აზრი ჰქონდა, ეს მაინც უკავშირდებოდა ოპოზიციის ერთიან მონაწილეობას, ხო, როცა ყველას რესურსი, ელექტორალურიც, ფინანსურიც, ყველანაირი ადამიანური გაერთიანდებოდა და აქ შანსები მართლაც ჩთებოდა ციფრებში ყოველ შემთხვევაში. იმის კი არა, რომ რეჟიმი მაინც არ ეცდებოდა რაღაც დაეწერა, მაგრამ ამ შემთხვევაში განსხვავება ძალიან დიდი იქნებოდა. ეს შეიძლებოდა გამხდარიყოს საბაბი რაღაც ახალი ტიპის სერიოზული ბიძგისთვის კვლავ წინააღმდეგობის მოძრაობის, მაგრამ ეხლა ესეც აღარ გამოდის, ხო? იმიტომ რომ ბარიერ გადალახული პარტიებიდან აი 2-2-ზე დაჯექით, ასე ვთქვა. თუმცა იქაც გამოსულია კოალიციებიდან. მხოლოდ ორი შემთხვევაში ეს პერსპექტივა რამდენად ნარჩუნდება. მოდით მეორეთი დავიწყოთ და მე რეზოლუციის იმ ნაწილსაც შემოგაშვებ. კი ბატონო, მეორე შეკითხვით დავიწყებ. პირველ რიგში ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვსადეთ ერთობისთვის. ძალიან ბევრი რამ ვსადეთ იმისთვის, რომ ერთობა გამოსულიყო. ამ დროის განმავლობაში, სადაც შეიძლება ითქვას დაგვიგვიანდა ჩვენი პოზიციის თქმა, ერთადერთი მიზეზი იყო, რომ ბევრს მუშაობდით, ხვდებოდით სამოქალაქო ჯგუფებს, სოციალურ ჯგუფებს, აქტივისტურ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ ლიდერებს ძალიან მარტივი და გასაგები კომუნიკაციის საკითხებით. ეს იყო მოდი შევქმნათ ერთობა და კომპრომისებისთვისაც მზად ვიყავით, ძალიან დიდ კომპრომისებზე წავედით. აქ შინაარსობრივად გაშლასაც ფიზიკურად დრო არ გვეყოფა ამისთვის, ეს კომპრომისები დავდეთ მოლაპარაკების მაგიდას, თუმცა მათგან არ მივიღეთ არანაირი ტიპის რაციონალური არგუმენტი და პარალელურად ვკითხულობდით, რომ ჩვენ რომ გავყვეთ თქვენს გზას, შემოთავაზებულ გზას, რა არის გეგმა? აი 5 ოქტომბერი, როცა თენდება, 5 ოქტომბერს რა ხდება? რას ვაკეთებთ? ანუ რა მოლოდინი გაქვთ, რომ ამ ბოიკოტმა შეიძლება მოიტანოს, აქტივობა იქნება დაბალი და ამით დადგება რაღაცა დამატებით საკითხები? ჩვენ არ გონია, ჩვენ გონია, რომ ბრძოლას აქვს სწორედ ის შესაძლებლობა, რომ უნდა შეძლო ივანიშვილი ერთი დაამარცხო ერთობის პირობებში, რაც შესაძლებელი არის და მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ლიდერები პირველ რიგში, პოლიტიკურ ლიდერებზე არ არის ავტომატურად ეს ხალხი მიმაგრებული. მათ შორის მათივე მხარდამჭერი, მაგალითად მათი კვლევების მიხედვით, ანუ იმ კვლევების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ბოლო პერიოდში, ნეიტრალური კვლევა, რომელიც ერთ-ერთმა ფონდმა დაუკვეთა, ხო? ხედავთ, რომ მათი ამომრჩევლის, ყოველი მესამე ამომრჩეველი, ყოველი მეოთხე ამომრჩეველი აპირებს არჩევნებზე წასვლას. ეს ნაწილი ამ რაღაც გაუგონარი ტალახის სროლის პირობებშიც კი მათი ამომრჩევლის, ყოველი მესამე და მეოთხე აპირებს რომ წავიდეს არჩევნებზე. და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, როცა მოქალაქეები დაინახავენ, რომ ბრძოლის შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ მორჩით პოლიტიკურ ლიდერებთან კომუნიკაციას, იმიტომ რომ ისინი იძახიან, რომ აღარ დაგველაპარაკოთ ამაზე, აღარ გველაპარაკოთ, ჩვენ მორჩით ჩავხურეთ, ასე გვესაუბრებია, ხო? მათ შორის სატელევიზიო ეთერებიდან და კი მორჩით მათთან პოლიტიკურ დისკუსიას ამ საკითხზე, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ კომუნიკაციას მათივე ამომრჩეველთან და ვეუბნებით, რომ ეს გზა, რომელიც ბრძოლის გზაა, არის რეალისტური გზა იმისთვის, რომ ივანიშვილი ერთი
კონკრეტულ ლოკაციებზე დავამარცხოთ, სადაც გაყალბების მიუხედავად 2024 წელს ხო გაყალბდა არჩევნები, ხო ყველა ვამბობთ ამას და დარწმუნებულები ვართ, ფაქტებიც გვაქვს, მტკიცებულებებიც. ამ გაყალბების პირობებშიც კი გიორგი, თბილისი ოპოზიციამ მოიგო 4 კოალიციურმა სუბიექტმა ეს დედაქალაქი მოიგო, რუსთავი მოიგო, სხვა დიდი ქალაქები მოვიგეთ პატარა მუნიციპალიტეტებიც მათ შორის და როგორ შეიძლება თბილისი დაუთმო ივანიშვილს ბრძოლის გარეშე, სადაც ახალი კვლევებითაც ჩანს, რომ 66% აქვს მხარდაჭერა 4 სუბიექტს. 4 კოალიციურ სუბიექტს, 25% აქვს მხარდაჭერა ქართულ ოცნებას. ამ სხვაობის პირობებში და თბილისში გაყალბება ბევრად უფრო რთულია. კი, აყალბებენ, კი, საშინლად იქცევიან, კი, ესენი რუსული რეჟიმი არიან, ბოროტის ქმედებებით არიან გამორჩეულები, მაგრამ ამ ვითარებაში ამ სხვაობის ამოგდება ქართულ ოცნებას ძალიან გაუჭირდებოდა ჩვენ რომ ერთიანობაზე შევთანხმებულიყავით და ეს ერთიანობა უნდა ყოფილიყო. არ გამოვიდა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთიანობა, ჩვენ ვეცდებით რომ მათ ამომრჩეველთან გამოგვივიდეს ერთობა. სხვა შორის ამ რეზოლუციას მივუბრუნდები, როცა გაერთიანებაზე მოლაპარაკებების ცდილობა ჰქონდათ ზოგიერთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომელიც განსაკუთრებული კრიტიკული ტონით გამოირჩეოდა. კრიტიკა ყველაზე გამოდიოდა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მძაფრი რაც იყო, ხო? მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ამ შემთხვევაში საჯაროდ ვინც თქვა, ახსენა თითქოს არსებობდა გარკვეული შეთავაზება ლელოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერისა ამ პოლიტიკური პარტიებისათვის იმ შემთხვევაში თუ კი თქვენი მიმართულებით წარმოსული დარტყმები შემცირდებოდა, ასე ვთქვათ და თუ გავჩუმდებოდით, ასე ითქვა რა. ამ ისტორიაზე იქნებ გითხრათ უფრო მეტი რამ ქონდათ, რაიმე ტიპის მოლაპარაკებები, ფიგურირებდა იქ რაიმე ტიპის ფინანსური შეთავაზებები? ხო, საინტერესო ამბავია, ცოტა იუმორისტული ჟანრის. მე ვცდილობ რომ საერთოდ ამ კრიტიკას და მე ვფიქრობ კრიტიკაც არ არის, კრიტიკის ხვარს მიღმა არის ის, რასაც ვისმენთ ჩვენთან მიმართებაში, არ უპასუხო. და არ უპასუხო რა მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ არ პასუხობთ იმ ლანძვას, ბრალდებებს, საშინელ იარლიყებს, რომელსაც ძირითადად კოცები იყენებენ ხოლმე ჩვენ წინააღმდეგ მოღალატეები, სამშობლოს მოღალატეები, აგენტები თუ ასე შემდეგ, გაყიდულები, მოსყიდულები, რაღაც გაუგონარი ბრალდებები, რომელსაც ქართული ოცნება ჩვენ წინააღმდეგ იყენებს, რაღაცა მსგავსი გაჩნდა ხოლმე ოპოზიციურ ველზეც. ამას არ პასუხობთ ერთადერთი ძალიან გასაგები მიზეზით, იმიტომ რომ ჩვენ ერთობის აუცილებლობას მარტო ახლა კი არ ხედავთ. ხედავთ 4 ოქტომბრის შემდეგაც. ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს ერთად დაჯდომა და ბრძოლა და ის რომ ჩვენ უკომპრომისოები ვართ, არაერთხელ დაგვიმტკიცებია ჩვენი მოქალაქეებისთვის. მარტო მე ჩემი მაგალითი რო ავიღო 5 წლის განმავლობაში 3 მანდატზე მაქვს მოუარი ნათქვამი, 2 პარლამენტის და 1 ბათუმის საკრებულოში. ჩვენი პოლიტიკური ლიდერები. ანუ ფინანსური შეთავაზებები მათთან მიმართებაში. უპასუხებ მასაც. საიდან მოვიდა ეს თემა? აერიდან ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ახლა შედან საპატიმროში. ბადრი ჯაფარიძე 2 დღით ადრე დაბრუნდა ევროპიდან, მიუხედავად იმისა, რომ დაკავების შესახებ ყველას ახსოვს და ყველა აღიარებს. ეს არის მოცემულობა. არ ახსოვთ მგონი და კიდევ გამეორება ჭირდებათ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც რაღაცა გაუგონარ ბრალდებებს აწარმოებენ. მამუკა ხაზაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომ საპატიმროში შევიდოდნენ, რეალურად ხო საკუთარი ფეხით შევიდნენ ამ ბრძოლაში. გუშინდელი წერილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს არ ამგონია კიდევ ვინმეს დამატებით შესახსენებლად ჭირდება, მაგრამ ფინანსებთან დაკავშირებით იქნებ დაგვიზუსტოთ და რეზოლუციის ნაწყვეტს აიღოთ. ჭირდებათ ამის შეხსენება, მამუკა ხაზაძე, რომელიც ახლა საპატიმროში ზის, იქიდან აგრძელებს ბრძოლას და წინააღმდეგობას. ის მხარს უჭერს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საუბრების დროს იყო ფინანსები რამე ფორმით დახსენები ან რა თქმა უნდა არ ყოფილა. მე პირველად ვნახე ეს პოდკასტი, სადაც პირველად ეს ითქვა, ანა წითლიძემ თქვა, თუ არ ვწდები პირველად თუ მეორე არ ვიცი, მაგრამ ანას პერსონალურად დიდი პატივისცემას უდასტურებს, ძალიან მებრძოლი პროდასავლელი ოპოზიციური ლიდერია. მაგრამ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. იმ პოდკასტის არ ჩაწერაზე მოვისმინე საუბარი, რომ თურმე ვიღაცამ რამეში რაღაც შესთავაზა, რომელიც პირველად ვნახე საერთოდ. საერთოდ პირველად ვნახე ეს პოდკასტი. თუ არ ვშტები, თავადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოდკასტია და ხა იქ რო სხვა პარტიის წარმომადგენლები დადიოდნენ, ეგ უფრო გაურგებარი. არა, იქ იყო საუბარი, ბატონ გიორგი, იქ იყო საუბარი, რომ ეს პოდკასტი რომ არ ჩაგვეწერაო, ამაში გვთავაზობდნენ, რომ რაღაცა გარიგებაა. თავდასხმები არ ყოფილიყო თქვენთან. კარგად. არა სერიოზული. საუბრის ბოლოს გავდივარ და როგორც შეგვიძლია წავიკითხავ, ესე იგი საუბარი არის გუშინდელ რეზოლუციაზე ევროპარლამენტის.
რეზოლუციის მიხედვით ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში არ მოხდება ხელშესახები პოლიტიკური ცვლილება და არ ჩატარდება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არსებული პოლიტიკური სამართლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის მომავალი მუნიციპალური არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოს ჩატარებას. ხოლო თვითგამოცხადებული ხელისუფლება არჩევნებში მონაწილეობას იყენებს არსებული სტატუს კვოს ლეგიტიმაციისთვის. იყენებს თუ გამოიყენებს? იყენებს წერია ქართულ თარგმანში, მაგრამ შეიძლება ინგლისურად ნიშნავს, რომ გამოიყენებს. გამოიყენებს არა თუ ლეგიტიმაციას, არამედ ახალი სტატუს კვოს შესაქმნელად. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ახალი არჩევნების გზით არის შესაძლებელი, დამოუკიდებელი ადმინისტრაციის ზედამხედველობით და ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლების მჭიდრო მონიტორინგი. აი სამ ნაწილად რო დავუყოთ და ძალიან მოკლედ და მარტივად გიპასუხებთ. პირველი, ლეგიტიმაციას ქართულ ოცნებას არ ანიჭებს არაფერი გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნებისა. ეს ხო დასტურდება ამ ფრაზით და პირველი ნაწილით. კი, ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს ქართულ ოცნება, ის რომ ლეგიტიმაცია არ ქონოდა ქართულ ოცნებას, ამაში ლელოს უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი, მათ შორის არაღიარებაზე უმუშაობით საგარეო ველზე, მათ შორის საპარლამენტო მანდატების დათმობით, ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც გადახია ეს ლეგიტიმაციის საკითხი. მეორე საკითხი შემოაქვს თვითმმართველობის საკითხი და ამბობენ, რომ თვითმმართველობის საკითხი პოლიტიკური ლიდერების პატიმრობის გაუარესებული სამართლებრივი გარემოს, საარჩევნო გარემოს გამო იქნება ძალიან მძიმე. მძიმე იქნება, ამას ყველა ვაღიარებთ და ჩვენ ვართ სწორედ ის გუნდი, ის ადამიანები, რომელიც ვამბობთ, რომ მზად ვართ ამ მძიმე ბრძოლაში შევიდეთ. მზად ვართ, რომ გული გვერდჩის, იმიტომ რომ შეგვიძლია. შეგვიძლია რომ ეს წამოვიდეთ. მესამე საკითხი. გააღრმავებ დელეგიტიმაციას და პირიქით არ შევკითხოთ სტატუს. როგორც წარმოგვიდგენია, რომ ქართული ოცნება მარტო საკუთარ თავთან დარჩენილი რაღაცა სასაცილო პარტიებთან დარჩენილი ჩაატარებს არჩევნებს, არც გაყალბება დაჭირდება, არაფერი არ დაჭირდება, არც ზეწოლა, არც ძალობა, არც მტკიცებულება გვექნება და ამ ვითარებაში გადავა. მესამე საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი არის სტატუს კვოზე, რომელიც ესე ზუსტი თარგმანი მე რაც მაქვს მოსმენილი, მათ შორის და ნანახი, მათ შორის თქვენ ტელევიზიის ვებგვერდზე, ინტერპრეს ნიუზზე თუ სხვაგან არის ესეთი, რომ ქართული ოცნება მონაწილეობას, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გამოიყენებს ახალი სტატუს კვოს შესაძენად. და კი, ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, ყველაფერს ეცდება, რომ ამ ახალი სტატუს კვოს შექმნის მცდელობა ექნება ყველაფრით. მათ შორის ექნება არჩევნებში არ მონაწილეობის პროცესში. სიტყვის რომ აი აქტივობაც დავდეთ, ან 40%-იანი 25%-იანი აქტივობა და გავიგეთ, ირაკლი ამ ხრივ შეიძლება კიდევ უფრო მეტი სიცხადე იყოს აღმასრულებელ დონეზე, ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შესაბამის განცხადებებს, რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის ევროპის ქვეყნების და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის. მადლობა ირაკლი კუპრაძეს დავამშვიდობოთ და ირაკლის შემდეგ მისი ოპონენტი შემოგვიერთება და გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. ირაკლის დავამშვიდობოთ.